მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. საქსტატის წინასწარი შეფასებით გასული წლის დეკემბერში წლიური ზრდა 7.2% იყო. დეკემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11% შეადგენდა და 18.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან დეკემბერში 6134 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 1.2%-ით მეტია. საქსტატის ინფორმაციით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დაუმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები. კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდის მიზეზად გვევლინება ძირითადად კვების პროდუქტების და სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოება, ასევე დადებითი ძვრები იყო მეტალურგიულ მრეწველობაში გაზრდილია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებლები. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის სფეროში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს რაც შეეხება, ზრდა განაპირობა ძირითადად საგზაო და საჰაერო ტრანსპორტში განვითარებულმა მოვლენებამ, ძირითადად გაზრდილია ტვირთის გადაზიდის მაჩვენებლები. რაც შეეხება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში არსებულ ზრდის ტენდენციებს, ეს დაკავშირებული იყო როგორც სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებების მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე კვების ობიექტის და ზოგადად გზასაკვების მიწოდებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან. მშენებლობის სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, რაც ერთადერთად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობასთან დაკავშირებულ შედარებით ჩენელებულ ტემპთან. რა ტენდენციები იყო გასულ წელს ეკონომიკაში და როგორია მოლოდინები, ეკა გასტილიანი გაპოცნობს. შეხვედრა ნომერი 5 სურსათისა და მედიკამენტების შემდეგ ფასების სამთავრობო კომისია დღეს ნავთობპროდუქტების ფასების საკითხზე შეიკრიბება. 13 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართება. როგორც ცნობილია, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მანდატი გაფართოვდა და ის საწვავის ფასების საკითხზეც იმუშავებს. აქამდე კი კომისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ რითეილ სექტორს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს, ასევე ფარმა ბიზნესის წარმომადგენლებს. პარალელურად მომავალი კვირიდან საკანონმდებლო ორგანოში ფასების საპარლამენტო კომისია დაიწყებს მუშაობას. რამდენად არსებობს საწვავის გაიფების რესურსი და რა პოზიციით მივლენ ფასების სამთავრობო კომისიაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლები, ნუცა შუბაშვილი მუშაობს ადგილზე და ის გაგვაცნობს ამ შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში. მორიგის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, გრანტებისა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, გრანტის ცნებას იმდენად აფართოებს, რომ იურისტების ნაწილმა ის დაანონსებული ცვლილებები ცალსახად ანტიკონსტიტუციურად და ყველა დემოკრატიული სტანდარტიდან ამოვარდილად შეაფასა. კერძოდ, გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის, ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის და იურიდიული პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებელ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. გრანტად ჩაითვლება ასევე ტექნიკური დახმარების გაწევაც, სპეციალიზირებული ცოდნის, უნარის ან ექსპერტიზის გაზიარებაც კი. გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული თავისი ფილიალისათვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრებიც. კანონი გავრცელდება და ასეთი საქმიანობა ძირითადად სფეროს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხების თაობაზე მომუშავე იმ იურიდიულ პირებზეც გავრცელებს,
რომლებიც უცხოეთში არიან რეგისტრირებულნი, თუმცა საქართველოში ოპერირებენ. ასევე ჩნდება თვალთმაქციური გრანტის ჩანაწერიც, რაც ნიშნავს დაანონსებული ცვლილებები და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას თითოეულ მოქალაქეზე. კახა კოჟორიძე, კომპანია კოჟორიძე და იურისტების დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი შემოგვიერთდება 15 საათს და 30 წუთზე. საქართველოს სფეროშენადობთა ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი რუსელოისი გაკოტრდა. კომპანიის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გაკოტრების რეჟიმი უკვე გახსნა. კომპანია აცხადებს, რომ არ იკვეთება ერთ-ერთი გარემოება მაინც, რომ მაღალი ალბათობის სტანდარტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და აქტივებსა და პასივებს შორის ურთიერთმიმართების დაბალანსებას. გაკოტრებამდე კი რუსელოისი სფეროშენადობების ბაზრის გამოწვევამდე მიიყვანა 2023 წლიდან კომპანიის მიერ განხორციელდა საწარმოო ციკლის, კერძოდ ღუმელის გადაკეთება ფეროქრომის წარმოებაზე, თუმცა 2025 წლის aprilიდან ქარხანა წარმოება ამ მიმართულებითაც შეწყვიტა. ამ ეტაპისათვის რუსელოისის მთლიანი აქტივების ჯამი 31.953.000 ლარს შეადგენს, ხოლო ვალდებულებები თითქმის 92 მილიონს აღწევს. კომპანიას 2025 წლის aprilიდან გააჩნია სახელმწიფო ვალდებულება თანამშრომლების მიმართ 211.770 ლარის და საგადასახადო დავალენება 176.307 ლარის ოდენობით. როგორც წარიმართება გაკოტრების პროცესი, არის თუ არა რეაბილიტაციის შანსი და რა ბედიელი საქართველოს სფეროშენადობთა ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს რუსელოისის გენერალური დირექტორი შემოგვიერთდება ამ თემაზე სასაუბრად 15 საათს და 30 წუთზე. Საქსტატის ინფორმაციით 2025 წელს უცხოელი ვიზიტორების საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე 2024 წელთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა და 2187 ლარი შეადგინა. ჯამურად 2025 წელს განხორციელებული ვიზიტისას გაწეული ხარჯები კი 15 მილიარდ ლარს გაუტოლდა, ეწლეურად 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ტურისტების მიერ ყველაზე მეტი თანხა 4.2 მილიარდი ლარი საყიდლებზე დაიხარჯა. განთავსებაზე გაწეული ხარჯების მოცულობამ 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. საკვებსა და სასმელზე 3.5 მილიარდი ლარი, გართობასა და გაჯანსაღებაზე 1.9 მილიარდი ლარი დაიხარჯა. მათი კონტრიბუცია ადგილობრივი ტრანსპორტის სექტორში კი 1.3 მილიარდი ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების 7.8 მილიონი შემოსვლა, რაც 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.19 მილიონი შეადგინა, აღნიშნული 6%-იან ზრდას წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ჯამში 5.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია აღნიშნული 2024 წელთან შედარებით. ამ და სხვა სიახლეებში ეთერში ზუსტად 1 საათში ბრუნდებით, დაგველოდეთ.